დღეს გავრცელდა სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანია Anthropic თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელში, კლოდში, რომელიც ყველა თქვენგანმა იცით, ამატებს სრული აპლიკაციების შემქმნელ პლატფორმას. გაჟონილი კადრები ადასტურებს, რომ ეს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მთელი პროცესი აკონტროლონ ერთი ადგილიდან. კოდის წერიდან დაწყებული, უსაფრთხოების ტესტირებით გაგრძელებული და პროდუქტის გაშვებით დამთავრებული. კლოდის ახალი ინტერფეისის გაჟონილ კადრებში ჩანს, რომ შეგიძლიათ ამ ერთი ფანჯრის პრინციპით ააწყოთ მარტივი ჩატბოტები, პორტფოლიოების გვერდები, ჩვეულებრივი სტანდარტული სადესანტო გვერდები, ლენდინგ პეიჯები და უბრალოდ თამაშებიც კი. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალი. ფუნქციონალი მოიცავს დიზაინის მართვას, dark mode-ის შესაძლებლობის დამატებას, ავტორიზაციის დაყენებას, მონაცემთა ბაზების დაკავშირებას და უსაფრთხოების სკანირებასაც კი. აქვე იქნება განთავსებული მომხმარებელთა ანალიტიკაც კი, სადაც მოცემული იქნება რეგისტრირებულ მომხმარებელთა გრაფიკები და უბრალოდ ციები. ეს ამბავი ნიშნავს, რომ Anthropic პირდაპირ უტევს ისეთ wipe-coder AI პლატფორმებს, რომელიც ჩვენ აქამდე ვიცოდით, Lovable, Replit, Bolt, Base 44 და ასე შემდეგ სხვადასხვა. ეს ყველაფერი ჯამურად არატექნიკური მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო რამაა, რადგანაც შესაძლებლობას იძლევა მაღალ ხარისხში მოხდეს პროდუქტის ნულიდან შექმნა, საჭირო ტესტირებები, საჭირო ფუნქციონალების დამატება და ბაზარზე გაშვება. ტექნიკური ბარიერების გარეშე უმოკლეს ვადებში. ამოვა საბოლოოდ მალე ეს ფუნქციონალი და ვნახავთ როგორი იქნება, რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ამასაც, მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსიროთ ჩემი აზრი. ორი სხვადასხვა შეხედულება. ერთი ის არის, რომ ეს ყველაფერი არ დაგვაუწყდეს, რომ არის მაინც პროტოტიპი, სინამდვილეში web development-ს სჭირდება გაცილებით მეტი რაღაც და არ შეხვიდეთ შეცდომაში, არ იფიქროთ, რომ ესე აწყობილი პროტოტიპი საბოლოო პროდუქტია, მას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა, ჩართულობა, აუცილებლად პროგრამული ინჟინერიც, რომელიც გადახედავს სულ ყველაფერს და მოიკიდეთ ამას მთელი პასუხისმგებლობით. ხოლო რაც შეეხება მეორე საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ AI-ი ბევრი პროცესი ბევრად უფრო მარტივი გახადა არატექნიკური ადამიანებისთვის, ბევრი ქმნის სხვადასხვა web პლატფორმას თუ აგენტურ AI-ს. მე მაქვს უბრალოდ ერთი შეკითხვა, რომ ბაზარს სჭირდება თუ არა ანამდენი პლატფორმა, ანამდენი აგენტი, ხომ არ გვექნება მიწოდება გაცილებით მეტი, ვიდრე რეალურად ბაზრის მოთხოვნა. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამასთან დაკავშირებით.